ერთი სიმი აღარ აქვს ამას. ეხლა უნდა გამოვცვალო. ბიჭო, ამ გიტარასთან ყო ისევა, რომ ანუ შეიძლება რაღაცას მიცე რა თქმა უნდა რა, ეს გიტარა ისევა. მაგრამ ბიჭო, უფრო დავლაგდი რა. რეალურად არ იყო საქმე გიტარაში, ჩემში იყო, ჩემ ემოციურ მდგომარეობაში იყო, ჩემს ჩამოუყალიბებელ ფაფალასონკე. ჩემს ჩამოუყალიბებელ ხართულის ჩემს ჩამოუყალიბებლობაში იყო პრობლემა და ხო რა, ეხლა გული მტვრიანი. ანუ მოკლედ, ეს გიტარა მაქვს ეხლა რა. ერთი პატარა რაღაც დამატება მინდა რომ რაღაც ნაწილები მქონდა, ანუ მუსიკები, ჰიპ-ჰოპ, ინსტრუმენტალი, ყველაფერი ვაფშე რა. ანუ ტექსტის ნაწილი მქონდა, დაახლოებით მქონდა 35 თუ 40 ნაწილი. სიმღერა ლექსი რა, მართლა კაი რაც იყო, ალბათ 4 ცალი რა. აი 3-4 იყო მართლა მაგარი. მაგ პერიოდში ვიყავი ისე რომ მეთქი დავიღალებ თუ რაღაც, არ მინდა ემოციურად ვიყავი, რაღაცნაირად გამოშრეტი. დაუწვიეს ნახა ნაწილები და ვთქვი რომ მეთქი თუ ღირებულია ეს და ჩემში მართლა არსებობს რაღაც ეგეთი სათქმელი, ის უეჭველი დაბრუნდება. რაღაც მაგიასთან კი არა, საქმე წმინდა მეცნიერული ვეში არის, რომ რო გაწუხებს გამოვა რა შენგანის. ბოლო პერიოდი დაახლოებით ბოლო 1 წელია, ისევ დავიწყე წერა რაღაცეების და მივხვდი, რომ ამას კარგი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. აუცილებელია რა, აუდგე და ყველაფერი გაგიზიარო. ძირითადად მე რაც მაქვს, ჩემთვის მაქვს თითქოს რა, რომ ბაფავს ჩემს წარსულზე მღერი, ჩემს მომავალ იმედებზე მღერი და ზოგადად რა, აი რაც მესმის მაგას ვღერი. ძალიან მაგარია, როცა ამის გამოხატვა შეგიძლია. ერთგვარი სუბლიმაციაა რა. შენ რაღაცას მეტყვი და მე რომ ამაზე გავბრაზე და მუჭი ჩაგარტყავ ცხვირში. რაღაც პონჩი რომ გავატარო ეს, როცა გასატარებელია, რა თქმა უნდა. უკვე ის ხო გროვდება ჩემში და გამოდის მუსიკა. რეალურად შენ კი არ გაქვს თავი დანაყული. ანუ კარგი მუსიკა მოიხოდა, იმიტომ რომ მე მოხოდე რა. ძალიან კარგი ფორმაა ეს რა, ზოგადად გარდაქმნის, ცუდი ემოციის გარდაქმნის რა. ცუდი ემოცია, ენერგია და რაღაც ახლის გამოშვება რა. დღეს უკვე ისევა რომ მივხვდი რომ გიტარა შემიძლია მქონდეს ჩემად, როგორც დამატებით ნაწილად, ყოველდღე არ უკრავ, მაგრამ რამე რო იყოს ავდგებით და კაი რაღაცას წერ და ძალიან სიამოვნებს და არის იმის შანსი რომ რაღაცა მომავალში 1-2 კარგი გამოუშვათ თქვენკენ. ხო, ეგეთი ამებია. სხვათა შორის მინდა და ვოკალისტთან ვისულიყავი რა, ანუ მასწავლებელთან. მაგრამ ვერ მოვავდი მაგას თავი რა. უეჭველი ვეცდები ეგ დავხვეწო. თუ აკეთებ ბარემ გააკეთე ხო მაგის დედავატერი. მეგობებო, ამ ჩამაგაია. მეგობებო. მიკროფონის დავიდა. ბოლოს რო შევკრათ, ჰობი უეჭველი გჭირდება იმისთვის, რომ რელაქსაცია მოახდინო რა. ჩემ შემთხვევაში ხელოვნებაა, კარგად მოქმედებს შემზეს. ზოგისთვის რავი, ჭადრაკის თამაშია, ზოგისთვის რავი, ბადმინტონი, არ ვიცი. თუ ჰობი არ გაქვს, უეჭველი რაღაც ჰაფალა ჰეროლე. ეს გადმოვარდება ერთხელს. თუ ჰობი არ გაქვს, აუცილებლად ნახე რაღაც. არ არსებობს შენთვის შესაძფერისი საქმიანობა არ იყოს. ვისაც გაქვთ ჰობი, არ მიატოვოთ, ის იმედად რომ აი ხვალ უკეთესი იქნება. უკეთესი მაშინ იქნება, შენ თუ იშნობებ კონკრეტულად შენს ჰობიზე, თუ ჰობზე როგორც არის. ხობა, მე ავირჩევ რაღაც ჰობს, ან მე გამოვითარებ, ანუ მე ნიშნავს არასდროს. და რო იქნება 86 წლის მიხვდები, რომ თურმე ცხოვრება დაწყებული იყო და შე რაღაც გამაზე რა. 40 წლისაც რო იყო, ბიჭო, წინ ძალიან ბევრი დრო გაქვს რა. თუ რაღაცა დაიპროს რაღაც ისეთი არ მოხდა, ძალიან ბევრი დრო გაქვს და ხო შეიძლება ერთი ვიდეო ისე გავაკეთო, რომ ვიღაცამ არ ჩამოიაროს და არ დღეს ვამთავრებდი. რაიმე ჰობის ქონა ნებისმიერ შემთხვევაში გაგაუმჯობესებს, რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო. ანუ მიტინგია თუ დედის მე მახსოვს ჩემი თავი ჰობის გარეშე, რომ გიტარა გაპოპსებული მქონდა რომ კი არ მინდა, უყურებ ქვეყანაში რა ხდება, გეკარგება ხალისი რომ რა უნდა დაუკრო. მე რო აიღებ გიტარას ხელში ხვდები რომ ყოველდღიურობა შემოვიდა შენში, დაამუღამე ის ფაქტი კარგად რომ ცხოვრება არის ყოველდღიურად. დედასპიცა ვარ პირდაპირ მუხა თუ არ ჯობდეს ვიღაცამ გესროლოს, ვიდრე იმის შეში ხონდეს რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. ანუ რასაც შენ აკონტროლებ შენ წილად, გააკონტროლე, რისი კონტროლიც არ შეგიძლია დაიკიდე. გავაიასნეთ ის თემა რომ რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ჰობი უბრალოდ გაგაუმჯობესებს შენ და შენს ყოველდღიურობას. არ არის საჭირო რაღაც ჯიმი ჰენდრიქსი გამოხვიდე რა. უბრალოდ შენ ცხოვრებაში რაღაც ფუნქცია მიეცი, დადებითად იმოქმედებ შენზე. ეგო დაწიე, ბუნებრივად შეუყევი დინებას რა. შენი დინება შექმენი, რომელიც არ დაიწყებს ვიღაცასთან დატოვლებას. ბედნიერი ადამიანი იქნები. და გამახსენდა, გიტარაზე რომ დავდიოდი, ისე აღარ იყო გასაკვირი გიტარა, მაგრამ მაინც სადღაც ხალხს შეჩვევა ჭირდებოდა, რომ აი
თან დიდი ჩექმები მეცო, ძალიან ისეთი ბათინკები მეცო, გიტარა გზელითმები. ბევრი ადამიანის თვალსაჩინში ხვდებოდი. ჩემი ტოლი ბიჭების თვალსაჩინში და წარმოიდგინე რომ ფილის მოსინჯოები და თემები. მე ხვდებოდი რომ ის თავისი მშობლის დოგმას ვერ გადადიოდა, მაგრამ მე ეგრე არ ვიყავი რა. მაგის გამო ხონდა რაღაც მომენტები რომ აი მე შეიჭერი და რაღაც, მაგრამ საქართველოს ისტორიას რო გადაავლო თვალი, ანუ ყველა ქართველ მეფეს თმათაწვერი ჰქონდა. თქვენი ღმერთიც კი თმათაწვერით არის. რატო არის გასაკვირი აქ? იმიტომ გასაკვირია კომუნიზმში ერთმანეთს თუ არ გავს სოციუმი პრობლემაა რა. მაგრამ დღეს ეგრე აღარ არის. ეგ დრო ვეღარ მოვა, ეგრე მარტოდ არ არსებობს. ადამიანი რომელიც თავის თავზე უარს ამბობს და სხვას აცდის რომ ის იმან აკონტროლოს, მე შენაღად პატიობს განსხვავებულ გზას. ანუ მე ჩემი გზელითმებით არავის არ უშლიდი ხელს, მაგრამ იმათ ვახსენებდი თავენ სისუსტეს რა. ეგ ტკიოდათ, სადაც ტკიოდათ. ნუ ერთ-ერთი მომენტი იყო, ძალიან ჯიგრები იყვნენ, აი 60 წელს გადაცილებული ხალხი, რომ რაღაცა მოწონთ გაიგე და თან არ მოწონთ ბოლომდე რა. და ბიჭო, ცდილობენ რომ კონტაქტში შემოვიდნენ და ბიჭო, მივდივარ რა გიტარაზე რა, აღმაშენებელზე ვარ და უცებ ვიღაცა მირტყავს ხელს და მეთქი რა ხდება? 15 წლის ბავშვი ვარ. ძალიან თვალი ტიპი, ესე გამიკეთა რა. და მეთქი რა უნდა რა? ჯიმი ჰენდრიქსი, ჯიმი ჰენდრიქსი, ვიცი, მაგარია ჯიმი ჰენდრიქსი, ნახე, ანუ ეგეთი ხალხი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ხვდებიან რომ სადაც გაიზარდნენ ის ბოლომდე სტორი არ იყო და როგორც შეუძლიათ ისე ცდილობენ კონტაქტში შემოვიდნენ. ეგა ძალიან კაი. ნუ ახლა არის კატეგორია რომ შენაირებს არ პასუხობთ რაღაცა ერი მოხუცე, მაგრამ რეალურად უმეტესობა აზრზე მოსულია. არის სწავლება თავისუფლება შინაგანში გვაქვს და ხვდებით რას ნიშნავს ეგ. მაგრამ ნუ არის კატეგორია, ვინც გადაყლაპულია უკვე ამ კომუნიზმის, ძველი კომუნიზმის ჭაობით და ასეო რა. იმას ვეღარ გამოიყო ეგრე მარტივად. გარშემო რაც არ უნდა ხდებოდეს, თქვენი ცხოვრება მაინც თქვენი ყოველდღიურობაა. ხო და ეგ ამბავია რა, ანუ შენ თუ არ მოძრაობ და არაფერს არ აკეთებ, ძალიან რთული ჩანს ყველაფერი. მაგრამ როგორც კი ერთ ნაბიჯს გადადგავ, უბრალოდ ერთ ნაბიჯს, უკეთესობა იწყება რა. მე რომ მეფიქრე რომ ვიდეო გადავიღო, არ გადავიღო, ანუ ვიცი რომ ვიდეო დასადებია, დავწიო სასოებით შემოსილი და უნდა გავაკეთო ეს. ეხლა უბრალოდ დავაჭირე და გადავიღე ის, რაც გადავიღე. ეგრე ეკეთება საქმე. დღეს ერთი, ხვალ მეორე, ზეგ მესამე და всё. და დღეს ვინც თინეიჯერები ხართ და გიტარაზე შედიხართ და მთელი აღელვება გაქვთ, ძალიან კაი რამეა ეგ, მიაწექით, არ გჭირდებათ რაღაც ზედმეტი წარმოდგენები და შეიძლება იმაზე მეტი კონდეთ ცხოვრებაში, ვიდრე წარმოიდგინეთ. უბრალოდ აკეთეთ ეს საქმე პერიოდულად. პენტატონიკა დაამოღამეთ, ვა. კაი რამეა ეგ. პირველი ერთი თვე მქონდათ იტები გაშავებული, მაგრამ მე შეეჩვია. კაი, წავედი.